უკრაინის ანალიტიკურმა პორტალმა Deep State Telegram არხზე გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა პირველად დაიკავეს დნიპროპეტროვსკის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი, რომელიც განლაგებული არის დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. მოგვიანებით ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა უკრაინის შერეღებული ძალების გენერალური შტაბი და როგორც აცხადებენ გენშტაბში დასახლებული პუნქტების შესახებ ოკუპაციის ცნობა არ შეესაბამება მართლეს, თუმცა ისინი ადასტურებენ, გენშტაბი ადასტურებს, რომ ბრძოლები ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მე წაკითხავთ Facebook-ის განცხადებას გენშტაბის უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსი დამპყრობლის წინსვლა და აგრძელებენ სოფელ ზაპოროჟიეს კონტროლს. მტრის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც ცდილობს ამ დასახლებული პუნქტის დაკავებას. ასევე გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები სოფელ ნოვოგიორგიევკას რაიონში, სადაც ჩვენი მეომრების ქმედებების შედეგად მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. ყოველდღიურად ათობით ოკუპანტის განადგურებით. ინფორმაცია რუსების მიერ ამ დასახლებული პუნქტების ოკუპაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. გითხულობთ უკრაინის შერეღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა კონკრეტულ ოლქთან დაკავშირებით და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება უკრაინას. ოფიციალურ Telegram არხზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 18-დან 22 წლამდე კაცებს წინააღმდეგობის გარეშე ქვეყნის დატოვება შეეძლებათ, ანუ მიეცემათ უფლება. სავარაუდოდ უკვე მომავალ კვირაში ამოქმედდება ეს წესი. ცნობისთვის გახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აეკრძალათ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება განსაკუთრებული დაშვების გარეშე.